სლოვაკეთში დაფუძნებულმა სტარტაპმა, რომლის სახელწოდება Clean Vision-ი, შექმნა მფრინავი ავტომობილი, რომელიც ცნობილია Air Car-ის სახელით, ის დაახლოებით $1 მილიონი ღირს ერთეულზე და მისი წარმოება იგულისხმება და ნავარაუდები 2026 წლისთვის, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კი ვინმე მართლა იყიდის ამ თვითმფრინავს, რადგან მისი წარმოებაც სჭირდება ძალიან ძვირი და ის რეალურად არის კონცეპტუალური. როგორც ცნობილია, ავტომობილს შეუძლია, პრინციპში ამბობენ ეს ჩვენ არ ვიცით, ეს მართლა შეუძლია თუ არა, მაგრამ დამფუძნებლები ამ კომპანიის ამბობენ, რომ როგორც შეუძლია, როგორც ქალაქში გზებზე გადაადგილდეს, ასევე მოკლედ აფრინდეს სპეციალური ადგილიდან და შეასრულოს თვითმფრინავის ფუნქცია, მაგრამ ამისთვის ადამიანს, რომელიც მას მართავს, აუცილებელია ჰქონდეს როგორც ჩვეულებრივი მართვის მოწყობა ავტომობილისა, ასევე პილოტის ლიცენზია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჰაერში რაღაც საფრენის უფლება მას ნამდვილად არ ექნება. ხო, და აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ თავად ეს ავტომობილი თუ თვითმფრინავი არის საკმაოდ დიდი ზომის, ის არ არის ჩვეულებრივი ავტომობილი, მიუხედავად იმისა, რომ ის სულ რაღაც 800 კილოგრამს იწონის, ვინაიდან უნდა იფრინოს, ის არის ძალიან მსუბუქი, თუმცა მისი სიგრძე აღწევს 5.8 მეტრს. ეს ძალიან დიდი ზომის ავტომობილია, რეალურად მისი დაპარკინგება არ იქნება მარტივი, თანაც ამ ყველაფერს ისიც ართულებს, რომ ამ ავტომობილს აქვს კუდი, აქვს პროპელერი და აქვს ფრთები, რომლებიც შემდეგ არის განთავსებული დაკეცილ მდგომარეობაში უშუალოდ ავტომობილის ფიუზელაჟში, რაც თავისი არსით საკმაოდ რთული რამ არის, მისი გამოყენება, მისი გაშლა და ოპერირება არ არის მარტივი ნამდვილად, ხოლო გაშლილ მდგომარეობაში ავტომობილის სიგანე აღწევს 8.2 მეტრს, ანუ მისი გადაადგილება ქალაქში იქნება უბრალოდ შეუძლებელი, როდესაც ფრთები არის გაშლილი, ამ სიგანე გზა უბრალოდ არ არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ აეროპორტში შეიძლება მისი ოპერირება ასეთი მდგომარეობით. ხოლო გაშლილი ფრთებით მას, როგორც ვთქვით, შეუძლია ფრენა, შესაბამისი ასაფრენი ბილიკის გავლის შემდეგ და როგორც კომპანიაში ამბობენ, ცხადია ეს დადასტურებული არ არის, ამ ავტომობილს თუ ამ თვითმფრინავს შეუძლია 1000 კილომეტრის მანძილზე ფრენა სავსე ავზით, რაც დანაპირებია, რამდენად რეალისტური იქნება ეს ნამდვილად არ ვიცით და მაქსიმალური სიჩქარე მიაღწევსო 250 კმ/სთ. ეს არ არის თვითმფრინავების სიჩქარე, უფრო მეტად ვერტმფრენების სიჩქარეა, მაგრამ მაინც მშვენიერ შედეგია, თუ კი რა თქმა უნდა ეს ავტომობილი ამ სიჩქარეს მიაღწევს. და კიდევ ერთი უცნაურობა ამ ავტომობილს ის აქვს, რომ ყველა სხვა კონკურენტი, ვინაიდან კონკურენტები ბევრია რეალურად უკვე ამ სექტორში, ვითარდება ელექტროენერგიის მიმართულებით, ეს არ არის ელექტრომობილი, ეს არის შიდა წვის ძრავით აღჭურვილი ავტომობილი, რომელსაც აქვს 340 ცხენის ძალის მქონე ძრავი, რომელიც არის არჩეული იმიტომ, რომ ის არის გაცილებით უფრო მსუბუქი ვიდრე ელექტრონული ძრავი და მისი ბატარეა და თანაც ეს 1000 კილომეტრის მანძილი იმითი არის განპირობებული, რომ ბენზინი გაცილებით უფრო მსუბუქია ვიდრე ბატარეა, შესაბამისად ნაკლები წონა ნიშნავს მეტ საფრენ მანძილს, თანაც ბენზინის შევსება უფრო მარტივია ვიდრე ელექტრომობილის დამოხტვა. მოკლედ, კონცეფტი არსებობს, საკმაოდ საინტერესოა, უბრალოდ ვინ შეიძენს მას ცოტა იყოს და გაუგებარია, რადგანაც $1 მილიონი გადახდა ისეთ პროდუქტში, რომელიც უბრალოდ არ არსებობს და არის შექმნილი აბსოლუტურად გაუგებარი სტარტაპის მიერ, არის ცოტა იყოს და სარისკო, მაგრამ ალბათ რომელიმე არავის შეიხი ნამდვილად შეიძენს მას ერთსალს მხოლოდ იმისათვის, რომ თქვას, რომ მას ჰყავს მფრინავი მანქანა. მოკლედ დავალდოთ ამ დღეს, თუ კი შეიძენს მას ნამდვილად ვინმე და თუ კი ვიხილავთ Air Cars ნამდვილად გზებზე და შემდეგ ცაში.